დილამშვიდობის მარიკუნა. როგორ გეძინა? კარგია. მიხარია რომ კარგ ხასიათზე ხარ, ჩემო ფეხურა. მართლა ძალიან მიხარია და კარგად გამოიყურები დღეს. მარიკა, მე საუგზმეს მოვამზადებთ მარიკუნა, შენ არ შეწუხდე. რა ბრძანეთ ხალხო მარიკა? არაჩვეულებრივი აზრია, კი ბატონო, შევწავ კვერცხს. რატომაც არა 4 კვერცხს შევწავ მარიკუნა. რა? 5 კი ბატონო 5 იყოს, 6 შევწავ. მარიკა, მე საუგზმე უნდა გავაკეთო, კარი გააღე რა. კი ბატონო, კარსაც მე გავაღებ. კვერცხსაც შევწავ, კარსაც გავაღებ. მე კი არ მეზერება ბეღურა. ოღონდ შენ იყავი კარგად მშვიდად დაწყერებულად დამშვიდებულად ბეღურა. აბა მარიკუნა, თუ მიხვდები ვინ მოვიდა? ოჩახ მარიკა მიხვდი, სანდროა. აი მე ირაკლი ჩხეიძე შესაძოდაო რა გეშ. იქ სადერბაზოში ვიღაცა ქალი იმალება ძალიან უცნაური სათვალეებით თავზე რაღაცით. არა, პრინციპში ისია შეფუთული ძნელია მიხვდე ქალია თუ კაცია, მაგრამ მოდი, სანდრო, მეც მაინტერესებს ვინ არის და შემხვდას ფოტოშორის დილას ნაგავი გადავყარე. და შემხვდას სადარბაზოში და იცი რა არის, ვიარე, ასე რომ მოვედი უკვე ბუნკერთან ვიყავი. მე რო წამოვედი უკან, სანამ სახში შემოვიდოდი, კიდე შემხვდა, კიდე დავინტერესდი ვინ არის თქო და ვიარე, ასე რომ მოვედი უკვე სახში ვიყავი სანდრო. შენ ირაკლი. ხო, მარიკა ხო არა? კარგი, შენ შემოგევლე სანდრო რა. მარიკა რო იყოს 100 მეტრში ვიგრძნობდი, რას ლაპარაკობ. შენ 100 მეტრში რო გრძნობდე, მაშინ იგრძნობდი იქ სასტუმროში რომ მოდიოდა მარიკა და შენ კიდე ბულგარელ ქალთან ერთად კოტრიალობდი ლოდოში. მოიცა ერთი. ეს კოტრიალი როდის დაამატეთ ერთი, რომელმა მოიფიქრე, ძალიან მაინტერესებს რა. შენ შემოგევლე, ნუ დამაგლიჯეთ ნერვები რა. ისედაც ღამეები არ მძინავს, არ მჯერა რომ მარიკა წავიდა სახლიდან. მე ირაკლი თუ არ გჯერა, რაღაც ნერვიულია. ვაიმე. სანდრო, გეხვეწები, გევედრები, გემუდარები და ყველაფერი კარგი რაც გეზე იწყება, ოღონდ თავი დამანები. გერმანია? გეოლოგია? ვაიმე. აი ეხა ირაკლი მართლა კაცო, ეგრე ნერვიულობაც კი არ შეიძლება. შეგირიგდება ეხა, აბა რა სიზავს ხო ეხა მართლა ეგრე ხო არ შეიძლება, არაჩვეულებრივი ოჯახი გაქვს, როგორი ამდენი წლის ცოლქმრობა, რა შვილები, ანგელოზივით. არა, უნდა შეგირიგდეს, აბა უნდა ქნა. სანდრინიო, შემირიგდება ხო? ისე მართლა რო შეგირიგდეს კი გამიხარდე. მოხვედი გოგო. გოგო ნერვიულე რომ დამირეკე. ლერი უნდა მოსულიყო. რა დაგემართა? ლერი უნდა მოსულიყო. ახაც დაველოდე გიჟივით გამოვფრინდი. რა, შენ რო დაფრინავე, ხლა მაგას მე უნდა დამაბრალებ და. რა ხდება მითხა? რა ხდება და მარიკამ დამირეკა. დღეს უნდა მოვიდეს. საიმე ურიგდება. ეგრე ვიცოდი. აბა რა ამხელა ოჯახი, ამხელა შვილი, საცახური რემონტი გააკეთეს, როგორ შეიძლება ამხელა? ნაწვალებია ესე, აგური, დადებული სანდრიდი ხარ. არ მაცდი ლაპარაკს და. მაცადე ხო? ესე იგი მარიკამ დარეკა დღეს უნდა მოვიდეს. მე როგორ მიხარია, როგორ? ძალიან კარგი. აი ემოციებმა ამიტანა, კიდე ძალიან მიხარია. მოდი დაჯექი კაცო. მომისმინე ხო ბოლომდე მისმინე. დღეს მარიკა უნდა მოვიდეს. ნივთები უნდა წაიღოს დედამისთან. ვერ მეთქვი მე ნორმალური. მაცადე ლაპარაკი, არ მაცადე, არა. მოკლედ ესე იგი მოვა მარიკა წაიღებს ნივთებს, სანამ ნივთებს წაიღებს ჩვენთანა გამოივლის. გამისკდება გული ეგრით. რა ვიფიქრე იცი? ირაკლის ვეტყვით მოვა და შევარიგებთ.
რა? შეგონია მე გარდა ფიქრია? არა, მიფიქრე ხლა მე, მაგრამ რა იცი, რა მითხრა მარიკამ? ეხლა შენ და თამარმა რაღაცები არ დაიწყოთო, მე ირაკლის არ შეურიგდებიო, აღარ მინდაო მაგის დანახვა არ მინდაო, არც ლაშიკოს არ უთხრაო, არც ირაკლის არაფერი არ უთხრაო. იმდენი საქმე მაქვს. მეტი მოსდის ამ გოგოს რა. კეთილო, მაგრამ ჩვენ მაინც რომ მარიკა ვუთხართ, აზრი არა გვაქვს, ენა არა გვაქვს, სიმაღლე, ტანი თუ რა. ეს რა გაგიკეთებია რა? დილი წამოხტი, წამოფრინდი გავაკეთეთ ათარა. შინგენაცვალე. პროდიდი კონსიუმერ მოწეს რა. სასისმელია. შეჭამე ჩაგერა. ცხელია თქლა შეჭამე. ისეთი გებრიელია. ვახ, ჩემი თოლის და მოსულა უსაყვარლესი თოლის და შენ რა გჭირს როგორ ლაპარაკობ ლაშა? რადა შენმა დვირფასმა და მაგე თათარაო გავაკეთეო და ნახეო გასინჯეო თითკბო ხუა დაკრიაო. ხელი იყო და დაფუქა ენა. მართლა საერთოდ არ გეტყობა არაფერი. მოუკვდი სიცილით რა. ეს ერთი თეფში თათარა მიდი აუბერინე ირაკლის პირს გაისველებს ბიჭი. გაისვერებ თუ გამოიფუბკავს. ვერ გავიგე მაგრამ ეძე. თუ ფეხის ეხლა თუ კიდე სადაზბადოთი ვიღატე ქურდი თუ არის არ ვიცი რა ქურდია გამიშ აუ გაჩერდით მე ვიცი რა ხმაც არის ეს ხო ფეხის ხმადეთ ვერის მე როგორ გამარჯობა კეთევან გამარჯობა კეთევან ეს გაუმარჯოს მოდი დაძიქი მოდი როგორ მე კარგად ვარ ლაშა შენ რა მოგივიდა რა მომივიდა და მოდი დაჯექი რა მოვიდა და ლერიკო ენდა დაიწვა ენა დაიწვა თაკუნა ის გახსოვს დავედიო კაი წავედი ხლა მე წავედი იდაკლის უნდა აუტანო ის თათარა და საწაიგეს თებში ნერი არ მოიტყინო შენ არ მოიტყინო მალე სამოვარ იდაკლის აა ლაშა მეც რაღაც საქმეები მაქვს და გასასვლელი ვარ უბრალოდ თაკუნა მომინატრა და გამოურბინე. ვინ მოგენატრა? თაკუნა. თაკუნა. სახლში გელოდებოდი და რატო არ მოხვედი? მოხდა რა? აუ ლერო რა ხდება იცი ადამიანებს როცა უჭირთ აი და რამე პრობლემა აქვს ყველა მე მეკითხება ჭკუას ხო ბავშვობიდან ასეთია ჩემი და არ დავიღლები შეგაქები გაჩენ ნუ მაწითლე იცი რა ლერუკა მარიკა უნდა მოვიდეს და გვინდა რომ შევარიგოთ ირაკლის ხო და იმიტომ აღარ დაგელოდე და მან პატიერა რომ ეს ეგვიპტის ამბავია ხო კარგი რა მაპატია მთავარია შერიგდნენ ხო ასეთი გულია ასეთი ყველაზე ესეფინი თაკუნა კარგი მე ახლა მეჩქარება გავალ საქმე მაქვს ხო და ერთ საათში ბარში შევხვდეთ ხო ანუ რომელ საათზე ანუ პატარა ის არის რომ მივა აი იქ და დიდი რომ მივა ის არის რომ წამოდი კეთინო მე ლერის გავაცილებ ხო და ირა გეუბნები რა მე ვიცი როგორც უნდა ვიპოვნოთ ქურდი სადარბაზოს ვიდეო თვალი უნდა დავაყენოთ ვაიმე სანდრო დავაყენეთ და ეგეც მოიპარეს აბა როგორ უნდა გავიგოთ ირაში მაინტერესებს სანდრო აი სიმართლე გითხრა ეხლა სულ არ მაინტერესებს სადარბაზოში ვინ რას იპარავს ვინ ვისთან სვავს ვინ ვის უტყავს არაფერი არ მაინტერესებს ერთადერთი ჩემი სადარდებელი და საფიქრალი არის მარიკასთან შერიგება კაცო როგორ დავაჯერო რომ მართალი ვარ და არაფერი ყოფილა მოიცა კაცო შენ ხო მოგეცი მე სიმართლის სერტიფიკატი რა უყავი და რა ეგერ არის ჰა აბა აი რა გინდა ამას ანახებ და დამიჯერე რომ შეგიგდება მარიკა ეგრევე რა ვაიმე სანდრო რა აი სხვა შანსი მაინც არ მაქვს ხო და აი მიზერულ შანსს რომლისაც არ მჯერა ხო კარგი ჯანდაბას ამასაც გამოვიყენე ჰაჰა დავდე მაგრამ ხო უნდა ნახოს როგორ ნახავს არ მოდის სახში და ო კარგი ირაკლი მოდი მე წავედი ახლა და დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება მე ამოვიდი და გელაპარაკი იმედია თან კარზეა ვიღაცა გააღებარი ნა გავაღო? ო პრინციპში მაინც მივდივარ და ლაშა არა მოიცა ის როგორ არის ეგრე არ გამოვიდა ეხლა მე რომ მივდიოდიო შენ მოდიოდიო კარგია რა მომუ
რა გჭირს კაცო? ფელამუსი გამოგადარა კიდე. აი, ირაკლი, გეუბნებოდი რაღაცა უნდა მოვიმოქმედოთ, თქო კაცს ენა მოპარეს. მიდიოდი ხო სანდროს? კარგად ირაკლი. კარგად. ლაფა, კალგად. მოდი. ეხა, ლაშა, ჩემი მეგობარი ხარ, ვიცი ჩემზე ნერვიულობ, მაგრამ თუ ჩემი გამხიარულება გინდა და ამიტომ სპეციალურად ლაპარაკობ ეგრე, აზრი არ აქვს. ვერ გამამხიარო. არა. კეთევანი თათარას მასწებოდა. თათარას გეცედა და გასინდეო თხელი იყო და დამეწვა ენა. ვინ აკეთებდა? ციცემანი. აი ხომ ეს გაგამხიალული დაგინე. ისე რა. ხო კარგი, ეს კიდე რა მოგივიდა, ეგ მადიკა ბადათი. და ბიჭო, რანაირად შემირიგდება? არ მოდის სახში, ლაშა და ხო უნდა დაველაპარაკო. როგორ შემირიგდება? ტელეფონს არ პასუხობ, სახში არ მოდის. როგორ შემირიგდება? აი ხო თამარის კორტილი ხო იქნება. იქ ხო მოვა თამარის კორტილსია და სენსო რომ მოხოს ნახავ და ეგრიგდება. ბიჭო, თამარის ხორცელზე გამახსენდა მართლა. ეს ლერი საიდან გამოჩნდა? საერთოდ არ მახსოვდა. ვის ახსოვდა ინდაკლე? არა ვისაც არ გვახსოვდა. ესე უთებ გამოცხადდა. როგორ და როდინდერი ამბავია იქ ხო იცი? თამარი ვახოს ხო გარსორდა? კეთევანმა ხო უთხრა რომ წადიოს ენო ევდოპასიო გული გადააყოლეო. ხო, სამოგზაუროთო. ხო და თამარის და ეს ლერის ეხვედრიან ტურისტოს აგენტოს. კონტროლ რა დამთხევა არისო, მე თო ეხლა ხანსო გავთორდიო თოლსო. კაიგაც. ხო და იქ წასულან მე იმასი ქალაქში ის რო არის პარიზში? ხო, შეხვედრიან ამდენჯერმე და იქ რაღაცა ურთიერთობები დაწყებულა და. კაიგაც. კი, ეს ლერი დარჩენილა მე იქ ევროპაში თოდა ფულს მოვაგზავნებო. და ჩამოვარდა შევუღლდეთო რა. თამარს უთხრა? ხო და რო ჩამოსულა ეს ლერი დაკარგულა. აღარ გამოჩენილა. მე გამოჩა აქ თამარი ხო ჩამოვიდა და გამოჩა აქ ნიკარო და სმაგირო იყო და ნიკარო რაღაცა მე უცებ ესე გამოეცხა და ეს ლერი. ეს ლაპარაკი. ეგ მაგარი ამბავი ყოფილა. მაგარი არის ეხლა ამბავი არის და უბრალოდ მაგარია თუ არა. არა, მაგარია ისე რას გაუგებ ამ სიყვარულს რა. მაგრამ ახლა მაგისთვის მე არ მცალია. უნდა გავიქცე სამსახურში ვარ წასასვლელი ლაშა. კიდე მოიჭაიტოსი რა. ისა სანდროს რას უყვებოდი ეგვიპტეში რაც მოხდა სინამდვილეში? კარგია, შენ კიდე რითი არ მოგბეჯდა ნუ გამაგიჟე რა. ხო გითხარი რომ არაფერი არ მოხდა რა თქო ახლა რამდენჯერაც არ უნდა გკითხო იგივეს გიპასუხებ რა. მოვიტყუო კაცო? ჰა? არ მოხდა არაფერი, ტყვილი ვთქვა? აიმე ირაკლი, ოღონდ შენ სიმართლეს გვი იქ რა მოხდა და თუ გინდა მოიტყუე. შენ ეტყობა რომ გელაპარაკები მე ნორმალურ ენაზე არ გესმის. და ამიტომ შენი ენით დაგელაპარაკები და აგიხსნი ყველაფერს. მე და მარიკა წავედით ეგვიპტეში დასაფრენებლად. ეგ მოვიდა ლიდია, ბულგარელი ხალი იყო, ნელო წამატო. კარგი, არ უნდა მაგას. ხო და მოკლედ მე გადავცვალე ბილეთი და გამოვფრინდი. და არასოდეს ვაპატიებ ირაკლის, ხო? ეხ გეხვეწები თავიდან არ მომაყოლოთ ეს ყველაფერი და არ დამიწყოთ ხე. შეურიგდი და რაღაცა. დავიწყო თუ დაიწყებ. კაი, დავიწყებ. მადლობა. ესე იგი ახლა რა ხდება მარიკა? აი გისმენ, მაგრამ სად იყო იქ ღალატი? მე ვერ დავინახე და ვერ მოვისმენ. არ ვიცი. ვერ შენ დაინახე? ახლა მარიკა. ხო და აი თქვენ აქ იყავით, მე კიდე იქ ვიყავი და ყველაფერი ძალიან კარგად დავინახე. და რაღა იგიფიქრე მაინც და მაინც მარიკა. სხვა რამე გეფიქრა ადამიანო, აი მაგალითად პრინციპში რა უნდა გეფიქრა ხო. გავაგრძელო? ხო, ეხლა რა ხდება გოგოებო? აი ლოგიკურად ვიმსჯელოთ და მივყვეთ მოვლენებს. თუ რამის გაკეთებას დააპირებდნენ, ხო, კარს ღიას ხომ არ დატოვებდნენ? მორჩა. ზეგრია ქეთევან. რა ვიცი. რა. მაგრამ სულ არ ფიქრობ რა მოხდა. მე და ლერი ჩემთან ვართ სახლში და მარიკა. ირაკლიმ რემონტი რო გააკეთა ნახე? არა. ვაიმე ზღაპარი. ბოლო მოდა. კი. ვაიმე მარიკა. ჩი რო იცოდე? ისეთი საყვარელი ქმარი გყავს, ისეთი ბიჭია შენი ქმარი, ხო? აი ხა დღესვე, აი ხლა ამ წუთას
აი ესე აირბენდი და ჩაეხუტებოდი და შეურიგდებოდი. გოგო, მე ვიცი რომ თქვენ ძალიან გინდათ რომ მე და ირაკლი შევრიგდეთ. და ერთი-ორი გეგმა ისეთიც გექნებათ რომ უარს ვერ გეტყვით, მაგრამ არ ვაპირებ მე. ბოდიშს გიხდით, მაგრამ არ ვაპირებ მე ირაკლისთან შერიგებას და დანახვაც არ მინდა. მარიკა მომისმინე, აი ხლა ნივთების წასაღებად ხო მოხვედი. და ბუნებრივია ხო ესე შემთხვევით მაინც ხო შეხვდები ირაკლის, არა ოჯახში რო შეხვალ, ეხა ვერ გავიგე. თეთრან რა დაგემართა, ირაკლი სამსახურში რო წავა, მე შევა, მე მეორე გასაღები ხომ აქვს. აი ხურა ეძახე შენ, როგორი სპეცოპერაცია მოაწყო გოგო? ხო, რა ვქნა, აბა, როდისმე წარმოვიდგენდი, რომ ესეთი რაღაც დამჭირდებოდა, მაგრამ იცით რა გოგოებო, ხა კიდე მინდა ერთი რაღაც დავამატო და როდესაც ესეთი წარმატებული და სიმპათიური მამაკაცი გრავს გვერდით, სულ ფორმაში უნდა იყო და სულ ფხიზლად უნდა იყო, ხო? კი. აი მე მაშინ მე ორჯერ უფრო ფხიზლად უნდა ვიყო, ქეთინო. ვაიმე. გოგო. შენ ლერიზე. ვაიმე, შენ და ლერის ამბავი რო გავიგე, ისე გამიხარდა, გავგიზდი. ეს პარიში ერთად რო იყავით, ხო ეს ლერია, მაგრამ პარიში არ დაგ ჩასაცხოვრებლად. ხო, მაგრამ იცი რა მითხრა, რომ აი ვეღარ გავძელი უშენოდ და ჩამოვიდა. ვაიმე გოგო, როგორ გაძლებდა გოგო უშენოდ, ესე გამოიქცა, გამოეკიდა ჩემი და როგორი ეშხიანი მყავხარ გოგო. ვაიმე, რა ხდება? უკაცრავად. წავით, მარიკა, წავით აირაკლის სამსახურში. კარგი, რა დაგემართა ანანო, ცოტა ხანში შევიდეთ, ეგ ხო იცი გვიან დაბრუნება სამსახურში. ვაიმე, ანანო, გოგო ვერ გიცანი, გოგო გამდიდრდები. როგორ ხარ სამადაკეთევან? კარგად. მე მაშინ ვერ ვიცანი რომ შემოვიდა, ვერაფერსაც ვერ გამდიდრდება. ანანო, და ხო არ გიცნო ირაკლი? ვაიმე, არა, მარიკა, რა მიცნო, რო დამინახა, ესე გაატრიალა თავი ნაბიჯს დაუჩქარა და ისე მიდიოდა. ვაიმე, მერე გამოვიდა ეს თქვენი მეზობელი რო არის, გია, ცოლის და რაცემს. ცემს მოურწავს. რას გოგონი ხო არ გავიცნოთ ერთმანეთი? ანანა, შენ მაინც ყველაფერს უთვალთვალებ და მოდი მაშინ ისიც გაგეგო სადარბაზოში ვინ იპარავს რაღაცებს. ვაიმე, ყველაფერს უთვალთვალებ, კი რა ირაკლის თვალთვალში თაბარე მაგ ვიღაცა ვინც იპარავს აქ რაღაცებს ჩანთა მომპარა. რასა? ჩანთოთ ხარ ახლა მოსულ? დავრჩი ეგრე გამოვიდა. დედა! რა მაგარი ჩერჩეტიჩი რა, ჩერჩეტიჩი. რა მაგარი კაცია ნოდო. გოგი, კარგი ხა გვეყოფ ამდენი სიცილი და გართობა, ჩავაცვათ უკვე არ გაცივდა. სადარისო ამდეხას და აი მოვიდაო, კამატოდო. ლო, დედიკო, აბა რაო, მოგეწონა ბიძები? კი, ძალიან გავერთეთ. კამატოდო, მართლა რა ხდება იმ ჩვენი კლინიკის მორიგ განსაკუთრებულ პაციენტზე? თქვა ასპექტზე მთელი საავადმყოფო? რა ხდება და იმდენი მნახველი ყავს იმ კაცს კლინიკაში? ადგილი აღარ არის. ხო და თუ ადგილი აღარ არის, წავალ მე ადრესახში, ისედაც არ ვარ ხასიათზე. თან კიდე ეხლა დაცვამ სია შემადგენინა, ვინ შევა, ვინ რას გააკეთებსო, აღარ შემიძლია რა. აქეთ ზოსიაშვილმა მომიშალა ნერვები. მე რატო არ ჩამწერე მაქსიაშიო? ცხარი ჭამის აგარაკის დაკანონებაზე ვთხოვდიო. ეხლა მე იცი რას ვიზავ? ჩავალ და მაგ პაციენტს მოვინახულებ. ვაიმე დავიღალე, საჩაყვალ. იცი რა მაგარი ირეკლები? რა? დასვა რომ შევდივარ ხომ ჩხრექს თავიდან ბოლომდე და თმებსაც მიმოწევს ესე. მაგრამ სიამოვნებს. თან საფულესაც წამოვიდა. რეზებულეს. მან ვინახო პალატაში, მან დრო დაცვა, რა ვიცი. გოგი, რა ხდება ელენეზე? მე არაფერი ქალბატონო. ირაკლი, რა ხდება მარიკაზე? არაფერი ქალბატონო. და ნოდოს ძიძაზე რა ხდება? აიგიჟა მამამისმა თავი. ახალი ამბავი. რა ძიძაო, რა გვინდა ძიძაო, მე გადმოვალ და მე მივხედავ ბავშვსო. სად გადმოვალო, კაცო? საჩეთან გადმოვალო. მე ის თავის ცოლი გამოუშვებს, ის აზღვირთული გედი ყელმოღერებული. რა ვიცი, რაღაცას მოვიფიქრებ. აი რეკავს. გისმენ. ხო, ძინავ შენ შვილს. ხო, ძინავ შენ შვილს. კარგი ვაკოცებ. ხო, კარგი ვაკოცებ. რა? რა? მართლა ჩერჩეტი ხარ. მართლა ჩერჩეტი ხარ რა. მოიცეთი დამელოდე არა მოგიშვებენ უჩემოთ. მოიცა. კავატონონა. ძიძა მოვიდა, რა მოიფიქრა ეხლა, როგორ გამოეპარა ცოლს?
რაო და ცოლისთვის უთქვამს მივლინებაში მივდივარო. ხო და დედა თქვენთან გადმოვალო, მამიკო ჩვენთან იქნება. ხედე ჩავედი. მივხვდით თუ ჩვენ არ უყურებთ ამ ბავშვებო, მიდანით. ისე ირაკლი ბიძია? საწყალი ბავშვია. ეს როსტომია ჯერ მამად არ ეყოფოდა, ხა ძიზად კიდე. დავალ სახში. აი მე ლერო აი დღემდე იმას ვფიქრობ რომ იმხელა ევროპაში როგორ დატოვეს შენი ბიზნესი და როგორ ჩამოხვეს შენი გულისთვის შენი გულისთვის თეო როგორ არის გეგი ისევ შატლშია ძალიან მომენტ თეო როგორც გითხარი მოკლედ თუ გინდა იმ ჩემ ახლობელ პოლკოვნიკს ვეტყვი და ჩამოვაყვანინოთ რა აქეთ რა ძალიან დიდი მადლობა ლერი მაგრამ ეგ რო უთხარი გეგის თავი გაიგიჟა მე მთას როგორ მივატოვებო და ის სერჟანტი რო არის ნერვებს რო უშლის ის რო ჩამოვაყვანინოთ აქეთ მე არა ეგეც უთხარი და იყოს გაუძლებო ცუდას რა თუნდა მტერობა კარგია მუდამ ტრიანი აი შეგეთ რაღაცებს ლაპარაკობ თეო მოკლედ თუ რამეში დაგჭირდება ჩემი დახმარება არ მოგერიდოს აი მე ძალიან დიდი მადლობა ლერი ჩემო საყვარელო შეგვაწუხე ხო შეგვაწუხე მადლობა ბოდიში მიიღე კაი აი როგორ არა ეწყო ამ გოგოს ცხოვრება შედი ხედავ მარიკა ხედავ როგორი გარემონტებულია რა გულით არის მოწყობილი ყველაფერი სუსტად ისე მე რომ მინდა ხო მარიკა მე შენთვის გააკეთა ირაკლი მე ყველაფერი იცი რა ქნა აი მოგიძღვნა რემონტი მოიცა ნახე კრა ესე იგი თემი თველ ეხვეწებოდი წავიდეთ ეგვიპტეში არა მე რო დავთანხმო კიდევ ვეჭდი რა ხდება მეთქი და თურმე ის ქალბატონი ქარელოდება ლიდია მე მარიკა იცი რაზე ვფიქრობ ლიდია როგორი ლამაზი სახელია მე რას გავს მაგის დარქმევა როგორ შეიძლება აი ხო გაწეულა ეს კედელი არა აბა მე რო ვეუბნებოდი არა რას ამბობ ამ კედლის გაწევა არ შეიძლება თორემ ეს საყრდენი კედელია და ჭერი ჩამოინგრევა ხო გაიწია კედელი ხო გამოეცალა საყრდენი ჭერს ჩამოვარდა ჩამოინგრა აბა ჭერს არ ვიცი მარიკა და ოჯახის ერთიანობას კი გამოეცალა საყრდენი დაგვენგრა თავზე მიყარა ყველაფერი მარიკა მე კიდევ ვიფიქრე გეხეწები ანანო ხარ დაიწყო თავიდან აი ხო გასჭამს უნდა ნახო რა ნახე ეს ბულგარული წიწაკები მოუმარაგებია რას გადაგიდა ამ ბულგარეთს რა არის ეს რა ანუ აი ეს ჭიქა უნდა წავიღო მიყვარს ძალიან აი ხაში გავახვიო მოეცეს ქალდი რაო სიმართლის სერტიფიკატი სულელია რაღაც ანანო რას რა ხარ მოდი მომეხმარე რა კი მოდი ვარ მარიკა ხო დროშაკეთებ ადექი მომეხმარე ავდექი ვერ მომჩნე მარიკა გეხმარე ნუ რა ვიცი ფეხსვით რა მარიკა ეგ გადაიფიქრო რა რა უნდა გადავიფიქრო მომეხმარე გეხოცებ და დროზე გავიდეთ აქედან და აი იმ ოთახში მე არ შევალ შედი შენ და გამომიტანე ტანზე მე რა მინდა იმ ოთახში მარიკა ერთ რამეზე უნდა გაგაფრთხილო ხა როგორც მეგობარმა მარიკა აი ამ სახლიდან ერთხელ თუ გახვალ მე ეგრადულად კი ვეღარ შემოხვალ უკან აბა მე რა მინახულება მე რომ მომენატრება ირაკლი მოვალ ეს ბავშვებმა და უნდა წავიღო მარიკა ხო ეს შენი კაბა მარიკა კაბა მაჩვენე ხო ეს ჩემი კაბა დიდი კაი და იცი აი ყველაზე მთავარი რომ აი იმხელა პარიზში შემთხვევით ნუ აი შემთხვევით სამჯერო შევხვდით მეც მაგას
ბედი იყო ალბათ რა, თან პარიზის სიყვარულის ქალაქია. მეც ესე მგონი. ის გახსოვს? და. გავალმე. თამარ, რა რომანტიკულია. ევროპაში აწყობილი საქმე მიატოვა და შენი გულისთვის რო ჩამოვიდა. ხო, მე შემომხედე ჯერ. ამას შეხედე ბიჭო. ამზესა მართალი ყოფილი. მართლა ჩამოსულ. ამზე ხარტო. როგორ ახარე? ვერ გვიცანი? ვერა? აზი ხა? აბა ერთი კარგად დაგვაკვირდი, იქნება გაგვიხსენო. კარგი ვიხუმრე. ძმებო, როგორ ახართ? ძმებო. ვაიშვები. როგორ მომენატრეთ, ძმებო? თქვენ გენაცვალეთ. ძმებო. ძმებო არა. და მეორეს ერთი. კარგად როდის ვიქნებით, იცი? ამდენი ხნის მოსატანფულს რომ მოიტან მე. რა ფულზე მელაპარაკებ? ეგეც უნდა გაგახსენოთ. აი საჭკვიანი ბიჭია, იქნება თვითონ გაიხსენოს ეგეც. ის ფული, ხო? აბა ისთვის ვარ მე ახლა აქ ჩამოსული. რაღაცა ბინის ამბავია რა. გავყიდი ამ ბინას და გავსწორდებით რა. იარ ჩამოხვედი, გამოგაგდეს. ეს გამოადეპორტეს, ხო? რა შებილერო? გამარჯობა. ლერკა. ხა. კარგად ლერი გაგვიხარდა შენი ნახვა. ნახვამდის მეც. იმედი გვაქვს არ დაიკარგები. კარგად დანდებოდით ქალბატონო. ნახვამდის. ოჯახში მოკითხვა. ვინ იყვნენ? ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან თაკუნა. გაგიჟდნენ რო დამინახეს რა. რა ჭირს შენ? რა? თაკუნა. შენი ბინა დიდი ღომში. რამდენი კვადრატია? რაღაცა პატარა მომეჩვენა რა და. რატომ მეკითხები? რატო თაკუნა და მე და შენ რო დავქორწინდებით? ხო. უფრო დიდი სახლი დაგჭირდება. ხო. მოდი ეს პატარა სახლი გავყიდოთ. და უფრო დიდი ვიყიდოთ. ხო, მაგრამ ჯერ ხო ჩვენ არ ვაპირებთ არა დაქორწინებას. და რაღაც ველოდოთ. მართლა? მოგა? ანუ რა, ეხლა რას მეუბნები, რომ უკვე? რას მე? ანუ ვაიმე კაბა ქორწილი მოგა. გაგიშდება ქეთი. ვაიმე ქეთი რა შეიძლება ცოლები? რა უნდა გიქცე? ჩამოდი. კაიო წავედი ხა მე მარიკა და აბა თქვენი ცით გამოგივლით ხოლმე მოვალმე. ბავშვები არ ველოდები? გახსოვს ეკიდა. მე რა ვიცი მარიკა რანაირი რა თვითი მე მეგონა დაგავიწყდებოდა ამდენი ხანი. ჩემი შავი კაბა ჩადე? არა. რატო? რა ვიცი ვიფიქრე რა შეურიგდეს თქო ბარე მაგ დახვდება ის კაბა. ანანო. აბა კარიბზია ვიღაცა მარიკა მე რა კი მოვიდა. ბეღურა რა. სათხარ? არადა სამსახურში ნონა და თავის ბავშვი. აქ ეს თამარის ქორწილის ამბავი გავიგე ხარ, რამდენი თემაა ხუმრობისთვის, რამდენ ხუმრობას მოვიფიქრებდი, მოგიყვებოდი ბეღურა, რამდენს გაცინებდი. აფსუს, რა მასალა იკარგება, ჰა?
ბიჭო, ვიღაცა. ეს მე მგონი ის ქურდია. მოიცა. მე შენ გიჩვენებ. ამითი რას გიჩვენებ? მე შენ ირაკლი შეიძლება 20 კილო ხარ დარჩენილი ვის რას უჩვენებ. პატრულში დავრეკავ. ალო. პატრულია? დაიჭირეს ხო? შეიძლება ვნახო? არ შეიძლება შესვლა. აი, სადარბაზო გაასუფთავეს და ეხლა სახლებში შევიდე ხო? გამარჯობა, ირაკლი რა ხდება? დაუჭერიათ. ვაიმე, ერთი დამანახა ვინ დაიჭირესა? არ შეიძლება შესვლა. არ შეიძლება შესვლა, კი ბატონო, არ შევდივარ. თავარია ხომ დაიჭირეთ, არა? არ შეიძლება შესვლა. კი ბატონო, არ შევდივარ. მოდი, რა ხდება შეხედე? ორნი ყოფილა. ორი ქურდი დაი. ორი. ვაიმე, ორი ქურდი დაიჭირეს, ვაიმე, გაგიჟდება მარიკას რო დაანახა, რა ხდება მის სახლში? სად არის მარიკა? ვაიმე, ეხლავე დაურეკავ თამარს და ვეთყვი რომ ორი ქურდი დაუჭერიათ თქო. ვაიმე, რას დაურეკავ, ეს რას გიპასუხებს? ლერისთან ერთად ბრძანდება ქალბატონი, ეხლა მას ქურდებისთვის ძალია. არ პასუხობს. რა ხდება? დაიჭირეს? დაიჭირეს. დაიჭირეს? გამიშთეთ გამატარეთ რა, ადვოკატი ვარ მე. ბრძანეთ. არა, რომ მიშვებ, სად მიშვებ? არ უნდა გამაგებინო, არ მინ დაიჭირეთ, ან რა ხდება ეგრე, სად არის? ორი ქალბატონია. რა? ქალბატონი? ორი ქალბატონი? ხედავ შენ, არა, ვირო კითხე ახლა ეს მარიკაზე დარდობს ვითომ რა. ორი ქალბატონი. კითხარი რა ეროვნების არიან, ჩეხი და უნგრელი. მიიღეთ კაცო რა. ჩეხი და უნგრელი ვიდა. გამარჯობა. ბატონო ირაკლი, ძალიან გთხოვთ შემოგბრძანდეთ და აგვიხსნათ რა დაკარგეთ ვინიდან. ვაიმე, მიცით რა, რაც ამან დაკარგა თქვენ იმას ვერა უნაზღაურებთ. ოჯახური სითბო. ერთი თვით განაცვალე. დიახ, მე შევალ, იმიტომ რომ მე თანამშრომლობ გამოძიებასთან, დააფიქსირეთ ძალიან გთხოვთ, სადაც აფიქსირებთ ხოლმე, მე თანამშრომლობ გამოძიებასთან. დააფიქსირეთ, დიახ, ძალიან გთხოვთ, გეხოცებით რომ ეს ყველაფერი დააფიქსირეთ. რა? მარიკა? ვაიმე, ესენი დაიჭირეთ? მარიკა და ანანო? ანანო კი არა, შენ გამომხედე ანანო აქეთ. შენ როგორ არ წხვენია შენ მე სადარბაზოში ვნახე გამარჯობა არ მითხარი თვალი ამარიდე მე ერთი წუთი ხალხო ერთი წუთი რა მარიკა შენ აქ რა გინდა შარა შენ აქ რა გინდა კი არა მარიკა როგორ არ გინდა გინდა მაგრამ შენ აქ რა გინდა ძალიან დაკითხვას დავასრულებ და შემდეგ ისაუბრებ კი ბატონო მე თანამშრომლობ გამოძიებასთან ხოს ასრულებს გესმის ესე იგი პატივცემულა ბატონო პატრულო თანამშრომლად მე მაქვს თქვენთან კითხვა იცით ესე იგი მე რატო გამოვდივარ ეხა მე თანამზრახველი ესე იგი რახან მე გადაცმული სადარბაზოში ჩუმად ვიდექი ველოდებოდი ირაკლის სახლიდან წასულიყო რომ მე ეს მეთქვა მარიკასთვის მე ჩვენ აქ შემოუპარულიყავი და ჩუმად აქედან გაგვეტანა ნივთები ამიტომ მე თანამზრახველი გამოვდივარ დიახ დიდი მადლობა ძალიან მაგარი კანონები ქონეთ უკანონობა ნამდვილი ანანო და მარიკა დაიჭირეს იმ ხურდობის ფაქტზე? არა, აი, ხო, ვფიქრობდი რა, მეთქი აი აუცილებლად შინაურის ხელი ურევია თქო, მაგრამ არ ვამბობდი რომ მეთქი შინაურის ხელი ხო არ ურევია თქო, რა. აი მე თუ შეიძლება ვიტყვი რა გემუდარებით ერთ სიტყვას მეც ვიტყვი ეს გოგოები ეს არაჩვეულებრივი ადამიანები მარიკა და ანანო არიან ჩემი მეგობრები და ჩემთან იყვნენ მე ხო ქვემოთ ცხოვრობ და ჯესი ამოვიდნენ თავის სახლში მოვიდა ადამიანი რას ლაპარაკობ დამიჯერეთ გეფიცებით რადგან ეს ყველაფერი ვიცი ეხლა მე თანამონაწილეობაში ჩამეთვლება დიახ არაფერი ვიცოდი ხაუსი ამოვიდა ჩემი მეუღლე ამოვიდა ამოვყევი ბუნებრივია ამ ორმა მოქალაქემ უკანონოდ შემოაღწია თქვენს ბინაში. აიმე გენაცვალე რა უკანონოდ? ჩემი მეუღლეა ეს. მართლა? არა. არ ვარ მეუღლე და უკანონოდ შემოაღწიე ამ ბინაში. კაცო, ვინმე ნორმალურად ამიხსენით რა ხდება თუ შეიძლება. მე აგიხსენით რა, მე აგიხსენით.
ერთი წუთი გეხვეწები რა. რატო აუხსენი მე აბა? თუ არა უხსენი, ხო ხედავ კიდე აგერ რო დაიწერენ მე გვიარი. ერთი წუთი მაცალება შეგეძააჩუმეთ გეხვეწებით ერთი წუთი რა. მარიკა კარგი რა ნუ გამაგიჟე. რასაკეთებ მარიკა? ოჯახი გვაქვს, შვილები გვყავს, კარგი რა მარიკა რა. აი მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა. იმ ქალთან ერთად რომ გორაობდი ნომერში. კარგი ახლა ეს გორაობდი კიდე რა არის ეს კიდე რა მოიგონე? მარიკა რამდენჯერ გითხარი რას გორაობდი? ცუდად გახდა თქო ის ადამიანი და უბრალოდ დავიჭირე მარიკა რო არ დააწაქცეულიყო დავიჭირე. აი მე. ხო ილაკი მე. მაინტერესებს რა სერტიფიკატი რო გაქვს, სერტიფიკატი უანახე. ვერაფერი ვერ გავიგე. რაც გაიგებთ არ მისმენთ და რაც გაიგებთ. ი ბატონო აგერა იმათი კარგი არა. ნუ ამბობ მომისმენ ისე რატო ამბობ. ზარია შემოსული და მე სხვა გზა არ მაქვს. საქმე უნდა აღუძრა ამ ორი ქალბატონის წინააღმდეგ. ძალიან თუ წამობრძანდით ძალიან გთხოვ თუ ხარ უნდა. ერთი წუთით ეხა მართლა კაცო გამოდი აქ. მოდი გამოვედი. ამ ხელა ადვოკატი კაცი მოვედი კაცო რა არის ეს? თუ ოდნავ მაინც ერკვევით ან თქვენ იურისპრუდენციაში საკმაოდ მყარი ალიბი გააჩნია მარიკას. დანაშაულის ჩადენის დროში ის იმყოფებოდა სახლში, ანანუ მაპატიე მე შენ ვერ დაგეხმარი. წამობრძანდით. მოიცა კაცო არ ვაპირებ მე რაცა წამობრძანება. მე ხომ მაქვს ერთი ზარის უფლება არა? ხოდა მე გამოვიყენებ მაგ უფლებას და კი ბატონო. ვის თორეკო ყველანი აქ არიან და ირაკლი, რატო ატან ჩვენ თავს? რატო გახარ ეგრე გვაბადი? ირაკლი, უთხარი ახლავე პატრონს რომ შენ ცრუ ზარი განახორციელე განყოფილებაში? ხო, ესე იცი ვიპოვეთ სუიციჟო. როგორი? თრუ ზარი, თრუ. დიახ, თრუ ვერთობი ხომ. ვერთობი ხოლმე ასე ცრუ ზარებს ვახორციელებ. იცით როგორ აი საფუნთუშეში დავრეკავ ხოლმე ვეთქვი რომ მანდ ბომბია. მე გარბიან და ვხალისო ვიცით ხოლმე იმდეს. მე დავრეკავ იქ რაღაც ელექტროტექნიკის მაღაზია, იქ დავრეკავ ტანკია. ხო და ასე ვხალისობს უდე ცრუ ზარებს ვახორციელებ. ცრუ ზარი? დიახ. თქვენ საპატრულო ეკიპაჟი შეცდომაში შეიყვანეთ, რაც კანონით ისჯება. წამოიყვანა. მოიცა, ეხლა ეს რა, მოიცა, თქვენ ეხლა შეცდომაში შეხვედი? მე უბრალოდ დავრეკე, გავერთობი მე, რას ვიფიქრებდი, გენაცვალე ასე ერთი ზარის თუ შეცდომაში შეხვიდოდი, რო გამოხვიდი? ой, შესულები არიან, ირაკლი არიან, ნახე რანაირები. ვაი, მიგეხვეწები. ვაი, გაწაიყვანოთ, იცით ეს რა ადამიანია, რა ბიჭია ის? ძალიან მთხოვ. დაწნარდით, რამოდენიმე კითხვას დავუსვამთ, დეტალებს დავაზუსტებთ და დაბრუნდება ბატონო ირაკლი. ირაკლი რა, გეუბნებოდი რა, შემოდი რა ჩემ პარტიაში რა, გაგატარებდი ეხა პოლიტპარტიურად და აიყავი ეხა ეს. მარიკა, როგორ დავბრუნდე იცოდე რომ მიყვარხარ ბეღურა. მიყვარხარ და არაფერი არ ყოფილა. ბეღურა. უკაცრავად. ეხლა ეს თქვენი ყველაფერს ვერ დაგიმალავთ. განყოფილებაში. და კითხეთ ერთი რა, კითხეთ მართლა სინამდვილეში რა მოხდა იმ ეგვიპტეში რა. კიდევ კარგი გამიარა რა, დავიტანჯე ეს მთელი დღე თლიფინა. ჩემო ბუსუსო, მე შე ყველანაირი მიყვარხარ, ხო იცი ბუსუსო. იცი ბუსიცო ცხლე. რა არის? რა არის გათხენია და რა? აი ბუსუსო გემიწები არ გიქონდა. ერთხელა. ისინი სადაც ეხა მომისმინე შენ ეთქო თუ მე ვუთხრა ქეთევანს რომ ქორწინდებით მე ვერ გავბიდა შემთხარ ესე ქეთევან მე და ლერი ვქორწინდებით ძალიან მალე ქეთო რაღაც უნდა გითხრა ქეთო რაღაც ვიცი რაც უნდა მითხრა, გავიგონე. თამრი, ერთადერთი დამყავხარ და ხო იცი უნდა გითხრა სიმართლე, შენ შეყვარებული ხარ და დაბინდული გაქვს გონება. ხო იცი,
როგორ მინდოდა შენი გაბედნიერება? ხო იცი როგორ ველოდებოდი შენს ქორწილს. მაგრამ ქორწილი არ იქნება. ალერი დაჯექი. შენ უნდა იცოდე სიმართლე, დაბინდული გაქვს გონება. მოდი მე გავალ. არ გახვალ. დაჯექი ლერი. ლერი. შენ არ იცნობდი იუზას. იუზას წლის თავამდე არაფერი არ იქნება. აბა რა, ჯერ იუზა და მე რა ჩვენ? რა თქმა უნდა და მე ვიქეიფო და აღნიშნოთ.